ისევ იგივეს გავაკეთებ. ოღონდ ამჯერად ერთი საფეხურით მაღლა ვიწევ და ქათამს გამოვიყენებ ფილის ნაცვლად. ღუმელი უნდა გავახუროთ 225 გრადუსზე და ამასობაში დავიწყოთ კარტოფილის მომზადება. პირველ რიგში დავჭრათ კარტოფილის საშუალო ნაჭრებად. და ხო, კანია ნაჭრი, იმიტომ რომ ასე ბევრად გემრიელია. ჩავასუნელოთ. დავამატოთ ნიური, ლიმინის წვენი, შავი პილპილი, პაპრიკა, ორეგანო, ზეითუნის ეთი და კარგად ამოურიოთ. მოვაპყუროთ ლანგარზე, იმოვფანტოთ და გადავიდეთ ქათმის დამუშავებაზე, პრინციპში უბრალოდ უნდა დავდოთ ქათამი ზემოთ. გავხსნათ ქათამი. გავამშრალოთ და მერე შევტრუსოთ ჩვენი ქათამი კარგად. გადატრუსული ქათამი კვლავაც გავამშრალოთ, მოვაშოროთ ეს მიმწვარ-მომწვარები და ქათამსაც გავატაროთ იგივე პროცედურა. ორეგანო, შავი პილპილი, მარილი აუცილებლად, პაპრიკა და ზეთი. და ღუმელში 45 წუთი, 50 წუთი 225 გრადუსზე. აი, სანამ ძაძიკს ვაკეთებთ, ან მითხარით შემდგომ აწონვასთან დაკავშირებით რა ვქნა, როდის ავიწონო. პირველი აწონვა იყო 16 მაისს, 30 ივნის მთავრდება ეს 75 დღე. მაზეც დამიწერეთ, რომ გინდათ, რა ვიცი. კამა წვრილად დავჭერით, ასევე წვრილად უნდა დავჭეროთ ნიორიც. დავაწყოთ ძაძიკი. ნიორი, კამა, კიტრი. რომელიც კარგად გავწურე. ბერძნული იოგურტი 0%-იანსაც გამოვიყენებ და 10%-იანსაც. მარილი, ცოტა პილპილი და კარგად ამოურიოთ. სასურველ სისქეზე მიყვანის შემდგომ ოლასხად ზეითუნის ზეთი. კალორიების გამო არ დაინანოთ, დამიჯერეთ. ხო. ბიჭო. თუ ისეთივე გემოაქვს, რანაირადაც გამოიყურება. დანასაერთოდ არ იყო საჭირო. გაგიმარჯვეთ. ამის შემდგომ კვირაში ორჯერ ამას აუცილებლად მოვამზადებ.